მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი ჩვენი ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში. დღეს ვსაუბრობთ ტოქსიკურ ურთიერთობებზე, რომლებიც გვაზიანებს, განვიხილავთ ეტაპებს, პრობლემის ამოცნობიდან გამოჯანმრთელების გზებამდე. ჩემი სტუმარი კი ძალიან საინტერესო ადამიანია, ფსიქოლოგი ბატონი ზურა მხეიძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ბატონო ზურა, დამეთანხმებით, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთ დღეს იღვიძებს და ამბობს, რომ მოდი დღეს მე მინდა რომ შევიდე ტოქსიკურ ურთიერთობაში, ხო? ეს ყველაფერი ალბათ ხშირად შეუმჩნევად ხდება და იწყება თავდაპირველად და ჩვენ გვაინტერესებს თქვენგან რა არის ის პირველი ნიშნები, რომელიც შეიძლება ამოვიცნოთ და მივხვდეთ, რომ რეალურად იწყება ისეთი ურთიერთობა, რომელმაც შეიძლება დაგვაზიანოს. ჯერ ტოქსიკური ურთიერთობები ფსიქოლოგიური ტერმინი არ არის. აღმახსოვს იმ ქალის ავტორი, ვინც პირველად ეხმარა და მერე გავრცელდა ეს ტერმინი. ჩვენ ლაპარაკობთ ურთიერთობები, რომელსაც მივყავართ რაღაც ძირითადად ნახეთ, როგორ შეიძლება ამოვიცნოთ თითოეულმა ადამიანმა ვართ თუ არა ტოქსიკურ ურთიერთობებში. ეს არის გადავხედოთ რა შეიცვალა ამ ურთიერთობების მერე. თუ ურთიერთობების მერე ის რაც მე მივყავდა აღარ ვაკეთებ, ის სადაც მე მინდოდა ვეღარ მივდივარ, ის სადაც რაღაცა მსიამოვნებ და ამაზე მე ნებელობით ჩემი შინაგანად ნებელობით ესე უარი ვთქვი და მოვიქეცი იზოლაციაში, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ხო არ არის ურთიერთობები ტოქსიკური. იმიტომ რომ ზოგადად ადამიანი ყურადღებას აქცევს ხოლმე თუ ჩხუბია, კამათია ერთმანეთს შორის რაღაც ესეთი და აქ ყურადღებით არის, მაგრამ ტოქსიკური ურთიერთობები არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ჩხუბი უნდა იყოს. ტოქსიკური ურთიერთობები არის იქ, სადაც ძალაუფლება დომინირებს, ემოციური არასტაბილურობა და ტოტალური კონტროლი, ასე ვთქვათ, მეორე მხრიდან. ტოტალური კონტროლი. აქედან ადამიანს უჩნდება, დაახლოებით როგორი განცდა იცი, არ გაბრაზდეს. და იქიდან რომ არ გაბრაზდეს, იწყება თვით შეზღუდვა. აი ეს არის რომ დაფიქრდე რა მოიკელი იმის გამო რაც შენ გინდოდა ამ ურთიერთობაში რომ შეხვდე. სხვათა შორის ეგრე იწყება ხოლმე რაღაცების მოკლება და მერე სადღაც ხდება ადამიანმა დაკარგა საკუთარი თავი. იმიტომ რომ იმდენად ეს არის და ყველაზე რთული არის ტოქსიკურ ურთიერთობებში პოლიტიკაში გამოიყენება ხოლმე რბილი ძალა. როცა მაგალითად ურთიერთობები ტოქსიკური შეიძლება ზრუნვის ფორმას ატარებდეს. ამიტომ ძალიან შენიღბულია. შენ გონია რომ ზრუნავენ და რეალურად ტოტალური კონტროლი და შეზღუდვა. აი მაგალითად შეიძლება სადღაც არ გიშვებს ადამიანი და გეუბნება რომ შენზე ზრუნავს და რეალურად ამის მიღმა საერთოდ სხვა რაღაც დგას, ხო? კი, რა თქმა უნდა, აი მაგალითად უყურე სადღაც იყავით და გეკითხებით სად იყავით. 20 წუთის განმავლობაში რატო არ მიპასუხეთ ტელეფონზე რომ გირეკავდი, რატო არ დამირეკე. მე უბრალოდ ნერვიულობ, მინდა რომ კარგად იყო. ანუ რეალურად მე მიმყავხარ კონტროლზე და შეფარულია ზრუნვაზე, ამიტომ ნახე შემდეგ წასული რო ხარ, უკვე ფიქრობ რომ არ ვუპასუხო, ესე იქნება, რომ რაღაც არ გავაკეთო, ესე იქნება. აი ესე მსუბუქად შეიძლება ადამიანი ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, მთლიანად მოაქციო იზოლაციაში. ისე რომ თვითონაც ვერ მეხდეს. და როგორ უნდა გავარჩიოთ ეს ყურადღება? ხო შეიძლება მართლა ზრუნავდეს ადამიანი შენზე. იცი რა, როგორ არა შეიძლება მართლა ზრუნავდეს, მაგრამ მაგას ხვდებით რა მოგაკლდათ. ანუ თქვენ თუ გაქვთ განცდა დანაკლისის რაღაცა. თუ იზღუდები, ხო? თორე თუ ახლა სახში არ მოდიხარ ამას სამსამზე და ეგ რო არ დაგირეკო, მე პრეტენზია გექნება რომ არც გაინტერესებს სად ვარ, ხო? ეგეთი რაღაცა ამარა. მე ვლაპარაკობ შენ თუ განიცდი, რომ დაკარგე შენი პრაქტიკულად შენი თავი დაკარგე. შეიძლება რომ ერთი ადამიანი ჩემთან იყოს ტოქსიკურ ურთიერთობაში და ჩემთვის ჩანდეს ძალიან ტოქსიკურად და შემდგომ სხვასთან შეძლოს რომ ძალიან ჯანსაღად იყოს. არ ამგონია უყურეთ, იმიტომ რომ ამან რაღაცა სტილია მოქმედების. მაგალითად, იგივე ურთიერთობას წყვილში, ხო, თავიდან არის ძალიან დიდი სიყვარული. ანუ პირველი ეტაპი ეგრე. დაგანახებს რომ ძალიან უყვარხარ. მეორე ეტაპი არის კრიტიკა. მესამე ეტაპი არის გარკვეული ტიპის შეზღუდვები ამა თუ იმ ფორმით. და მერე, პავლოვის პირობითი რეფლექსები და რატომღაც გაურბევართ ხოლმე ამ ტერმინს ხსენებას და პირობითი რეფლექსივით არის, ნახეთ, რაღაცა შიში, ვთქვათ, კრიტიკა
საკუთარი თავის შეფასების დაცემა და ამას მოსდევს მერე საჩუქარი. ისევ რაღაც კარგი. ანუ შეიძლება გაგაკრიტიკოს ერთ დღეს მეორე დღეს გაჩვევენ რომ ჯერ ხართ, მოდი ესეთ მარტივად რო ვთქვათ, ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ ცუდ მდგომარეობას მერე რაღაც კარგი ხდება. და მერე twin ეჩვევა ამ ცუდ მდგომარეობს, იმიტომ რომ რაღაც კარგი მერე მოხდება. დაჯილდოებები შემდგომ. წელიწადი ვთქვათ, უბედური ხარ, მაგრამ ახალ წელს უცებ მოდის ვიღაცა თაიგულებით, მოდის რაღაც, აბსოლუტურად სხვა. და ეს ჯილდოს მოლოდინი და მექანიზმი, რომ შენ ესენი უნდა აიტანო იმ ჯილდოსთვის, იმიტომ რომ ბოლოში იქნება, ეს არის კომერიკადადის ემოციურ მიჯაჭვულობაში აი ამ ჯილდოს მიღების. და არსებობს უბრალოდ ბრჭყალებში ბოროტი და манипуляტორი ადამიანები, რომლებიც გამიზნულად თავიდანვე იწყებენ იმისთვის ურთიერთობას, რომ დაგაზიანონ და ამ რაღაც თამაშში შემოვიდნენ. თუ თვითონაც ვერ იაზრებენ ამას. ახლა ბოროტი ადამიანის სხვა შეფასებითია, манипуляტორი დავარქვით. არა, უყურე, ბავშვმა არ იცის რომ манипуляტორი. არა, ბავშვი ყველაზე დიდი манипуляტორი. აი რას უკეთებს ბებიას და ბაბუას, ხო? რაღაცა არ უნდა იწყებს ტირილს, ხო? ისტერიკას აწყობს. манипуляტორი. მან ეს არ იცის. ესე არ უწოდებს თავს მე ახლა манипуляციას ჩავატარებ და ეს. მაგრამ თვითონ ცხოვრებაში манипуляციას რას ეძახის ხალხი ვერ გავიგეთ. ვერ გავიგე იმიტომ რომ მე მგონი რაზედაც ბრაზდებიან ის манипуляცია და თუ არ ბრაზდებიან манипуляცია არ არის. იმიტომ რომ ყველაფერი манипуляცია. ვიღაცამ თქვენ მოგიმეღანათ ყვავილი. манипуляტორია? არა, რა თქმა უნდა. რატო? იმ ყვავილით რა უნდა? გამოიწვევს გარკვეული გზნობა, ხო? ხო, მაგრამ ამასაც შეიძლება რომ манипуляტორი დავარქვათ? იცი რა, თუ არ მოგეწონება, მაგრამ მეთქვი რომ ვიღაცა манипуляტორი ეგეთ რაღაცებს აკეთებს. თუ მოგეწონება, ხმას არ ამოიღებ, იმიტომ რომ აქედან თუ შეხედავ, ყველა ურთიერთობა არის საკუთარი ინტერესების გატარების ცდელობა. და საკუთარი ინტერესები არა აუცილებელი რთული იყოს. აი გეუბნებით მეზარება მაგალითად მარტო წასვლა და წამოდი რა ყავა დავლიოთ. ჩემი ინტერესს ვატარებ თქვენთან, ხო? და თქვენ რომ უთხრათ რა манипуляტორი ხარ ახლა, ხო? ნუ ისეთივე უფლება გაქვთ თქვათ, ხო, რაღაც იმას. ასე რომ გააზრებულად და დაგეგმილად შეიძლება ვიღაცა აკეთებს, მაგრამ არა აუცილებელი მე ვიცოდე, უბრალოდ მე ვერ ვხედავ. აი არიან ეგრეთ წოდებული იშვიათია, მაგრამ აი ძალიან სწორი ადამიანი, ნუ როგორ გითხრათ. სწორი. იცით რა მძიმეა მასთან ურთიერთობა. ყველაფერი დალაგებული აქვს და სწორად არის. ანუ ესეც რთულია და ესეც არა რთულია. უბრალოდ უნდა გადახედოთ თქვენ ვისთანაც ურთიერთობაში იმყოფებით და იმ ადამიანს, იმიტომ რომ მაგის საშველი არის ციკლის დანახვა. ერთ-ერთი ანალიზი ნახე, უნდა გაანალიზო რა ხდება. ხო და ანუ ახლა ის მეორე ადამიანს თუ გააგებინებ იმას, რომ ეს მიდის ტოქსიკურ ურთიერთობამდე და შეწყვიტავს, ნუ არ ვიცი. ეგ არის ყველაზე რთული რეალურად, რომ გააგებინო ამ დროს, ხო? ერთ-ერთი манипуляციას ხერხი არის მუდმივად მსხვერპლად წარმოჩენაც. იმიტომ რომ გაგიჩინო დანაშაულის განცდა. ესე ძალიან რბილი манипуляცია. მე კი არ გეჩხუბებ სად წახვიდე და რა. მე გეუბნები რომ შენ რო არ ხარ ჩემთან თელი დღე მარტო ვარ. ნუ ანუ მე ისეთ ფრაზებს ვამბობ, რომ მუდმივად დანაშაულის განცდა გქონდეს. და სხვათა შორის ყურადღება მიაქციეთ, დანაშაულის განცდა თუ გაქვს ძალიან მძიმედ ხარ. ეს ერთ-ერთი ძალიან თუ შენ განიცდი ვიღაც დამნაშავე ხარ, ერთ-ერთი დამღლელი და საშინელი თვისება. არის აი ეგეთი ტიპაჟი, ნახე, არ გეუბნება თითქოს გაშვებული ხარ, თითქოს მუდმივად დანაშაულის ყველაფერს დანაშაულის განცდა. და ესეთ ურთიერთობაში ძირითადად ორი როლი არის ხოლმე, ხო, დამნაშავე და მსხვერპლი, ესე გამოდის. მე იცი რომელი კუთხეები გითხარით ტოქსიკურის, რომელიც ძნელად შესამჩნევი. ნახე, ზრუნვით. ახლა ნახე დანაშაულის განცდის მუდმივად გაჩენით. ეს ძნელში, აბა თუ უყვირი ვარ და გეჩხუბები და რაღაც ეგეც ვაკეთებ და ტოტალური, იმას ადვილად ხედავ, ხო? ახლა ტოტალური კონტროლი ახასიათებთ ხოლმე ამ ხელა ხალხია და მაგალითად უნდა ვიდეო ჩავრთო და ვაჩვენო სად ვარ, რო არაფერს არ ვაშავებ. ხო, ნუ ეგეთები არის თქვენ გაგიგებთ თუ არა, მაგრამ მე შემხვედრია. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ უნდა იყო ასეთ ტოტალურ კონტროლში მუდმივად. ნუ ხოდა რაღაც ეტაპზე, როცა პირველი ეტაპია,
ჯერ რა ქვია მოდის ის რომ ნახე არ გაბრაზდეს, არ ეწყინოს, შენიშვნა არ მომცეს, ესე არ ქნას და ნელ-ნელა აი ამ ფორმულირებების ქვეშ კარგავს საკუთარ თავს და რაც მოგწონს იმას აღარ აკეთებ. მაგას აღარ მეგობრებს აღარ ხვდები, იმას აღარ ხვდები, იმას არ აკეთებ, იმას არ აკეთებ და უყურებ ხო და როცა ესეთ თემებზე რაღაცებს საუბრობთ ხოლმე მე ვცდილობ რომ ის კუთხე დავინახო რომელიც დამალულია ხოლმე რა, იმიტომ რომ დანარჩენს ადამიანები თვითონაც ხვდებიან ხო. და რეალურად რა გავლენას ახდენს ადამიანზე ესეთ მანიპულატორ ადამიანთან ურთიერთობა? აი როგორც ვახსენეთ ჩვენ ესეთი ეტაპებია რომ თავიდან იწყება დიდი სიყვარულით, შემდგომ არის კონტროლი, შეიძლება დაგაკომპლექსოს. რატომ აი რა მიზნით უნდათ ხოლმე რომ დაგაკომპლექსონ? რეალურად ხო შეიძლება მოსწონ ხარ და თავიდან გაჩვენებ და რომ ძალიან ბევრ კომპლიმენტს გეუბნებოდა, სითბოს გაჩვენებ და რატომ უნდათ რომ დაგაკომპლექსონ? არ არის ადამიანი უყურე მას უნდა თავისი ინტერესები გაატაროს. მონახა ფორმა ურთიერთობის ესეთი, ხო, ატარებს. ხა რა დგას ამის უკან გაჩნია პიროვნებას. ხშირად თვითონ არის არა თავდაჯერებული. თვითონ არის, მოდი ესე ვთქვათ, შიშარა. თვითონ აქ მუდმივი შიში, ნახეთ, იმის შიში რომ თუ არ გაკონტროლე რაღაცას გააკეთებ. ისეთ. რადგან მე თვითონ არ ვარ თავდაჯერებული. კი, რა თქმა უნდა. თავდაჯერებული არა, მეორე ეხლა იმაში არაურიოთ მართლა რომ ბავშვი გაინტერესებს როგორ იმყოფება ჯანმრთელა და თუ რაღაცა. ხო, კონტროლის სისტემა გაჩნია რაზე აწყობილი. რის საფუძველზე ეწყობა, ხო? ამასთან არა და. ჩვენ უნდა ნახოთ რა არის. გარკვეულად ერთმანეთის მიმართ ყურადღებით ყოფნაც კონტროლში ხო შეიძლება გაიყვანო თქვენმე დასვით ეს კითხვა ხო ყურადღებიანი ვარ. გირეკავ და გეუბნები როგორ ახლა რამე ხო არ გიჭირს და შენ შეგიძლია თქვა რა მაკონტროლებ, მოდი რა ეს ფრაზაც შეიძლება. ამიტომ ყველაზე კარგად გასაანალიზებელი არის რომ ამ ურთიერთობაში შენ რეები დაკარგე. თუ განცდა გააქვს რომ დაკარგე და თან ბევრი და თან შენთვის მნიშვნელოვანი უკვე უნდა იცოდე რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში. თუ რაღაც ცუდი ჩვევა გქონდა, იმაზე გაგაკონტროლოს და პირიქით ის მოიშორე, მაშინ არა გვაქვს ტოქსიკურთან, ხო? კი, ჩვენ ვახსენეთ, რომ ეს არის უფრო რთულად შესამჩნევი შემთხვევა, როცა მზრუნველობითად იწყება, მაგრამ გონია, რომ შეგრძნების დონეზე მაინც ხვდები, რომ რაღაც ისე ვერ არის და იწყებ თავის მოტყუებას რაღაც მომენტში და ამართლებ ამ ადამიანს, ხო ესეა? კი, რა თქმა უნდა. ნახე, შენ ხო ის ადამიანი ტოტალურად ცუდი არ არის, როდისღაც ჯილდოს ხდება. მაგალითად იგნორი, სრული და სრული იგნორი გაქვს, ცუდად ხარ და უცებ გეუბნება რომ მე შენს გარშე ცხოვრება არ შემიძლია. ამდენი ხანი წაღმა იყო და უცებ ერთი და შენ იმის გამო რომ აი ეს მომენტი მიიღო. ეს რო დაიჭირა იმას ივიწყებ, ხო? და რატომ ვიცავთ ხოლმე პარტნიორს იმაზე მეტად ვიდრე საკუთარ თავს? იცი რა არის, ეგ ცოტა ისეთი მომენტია. თქვენ გინდათ ვიღაცასთან ურთიერთობა და მე რო დაგადგეთ და გეძახოთ რომ ვაკეთებ მაგასო. ცოტა არანორმალურია. თქვენ თუ კმაყოფილი ხართ იმ ურთიერთობაზე, ღმერთმა ხელი მოგიმართო. ეს რატო ვიცით ჩარევა ვიღაც ორის ურთიერთობებში, სხვათა შორის იციან ხოლმე, ხო, ძირითადად დაქალებმა. ეგრე არ უნდა იყოს, შუას გასწავლიან იმან ესე უნდა ქნას. ხო და სუაგიჟებენ ხოლმე ერთმანეთს, ხო, ვინ რას გეტყვით ღმერთმა იცის, ხო? მე ვფიქრობ, რომ შენ თუ კმაყოფილი ხარ იმ ურთიერთობაში, ორი ადამიანის ურთიერთობა არის თქვენი საკითხი, გადასაწყვეტი, ხო? ხო, მაგრამ შეიძლება კმაყოფილი არ იყო და ხშირად ისმის ხოლმე ამ დროს ფრაზა, რომ აი მე შევცვლი მას, ჩვენი სიყვარულისთვის ის შეიცვლება. აი რამდენად რეალურია ეს და რამდენად სწორი მიდგომა, შეცვლი ადამიანს. იცი რა არის, საერთოდ დიდხანს ურთიერთობა არის ფარული ურთიერთგამოძერწვის პროცესი. როგორც ძაღლებზე და პატრონებზე ამბობენ, ძაღლი პატრონს ემსგავსებაო, წყვილი გარკვეულწილად დიდხანს თუ არის რაღაცა ცვლილებებს განიცდის. ერთმანეთს ემსგავსებიან ღირებულებით ნაწილში. რაღაც თქვენც ისევე შეაფასებთ რაღაცას როგორც მე. არ და ცალ-ცალკე რო ყოფილიყავით, ესე არ ექნებოდა. ოღონდ ამას მე კი არ განვიცდი ნაძალადევად. ესე კი არ არის რომ თქვენს გამო ვაფასებ ესე, ხო? ისევე როგორც მაგალითად შვილს გონია ხოლმე რომ სუარგავს დედამისს ან მამამისს და რო გაიზრდება ზუსტად იტყვის იმას,
რასაც დედამისი ამბობდა. და ზუსტად მოიქცევა ისე. არა და განცდაში ეთქვის რომ არა საერთოდ არ გევარ ჩემი მას და რამდენჯერ დაიჭერ თავს რომ აი ხლა რაც ქენი რაც გაიფიქრე და რაც შეაფასე საიდანღაც მოსული ეს იცის ხანგრძლივმა ურთიერთობა ასე რომ ცვლილებები არის ხოლმე მაგრამ ეს ისეთ ცვლილება არ არის რომ ვარჯიშო რომ დამემსგავსო ეს დილას ადექი და აბა მოდი ესე ვქნა ხო ბუნებრივად თავისთავად ხდება გავლენ და რატომ რჩებიან ხოლმე ადამიანები ტოქსიკურ ურთიერთობაში მაშინაც კი თუ უკვე იაზრებენ რომ იტანჯებიან რეალურად და ჯოჯოხეთს გადიან ხო გითხარით იმ ჯილდოს მისაღებად ანუ მუდმივად ამას ელოდებიან რომ სადღაც ეს გამოსწორდეს მოდი მარტივად ავხსნი რა თქვენ გშიათ მოდის ვიღაცა გაგარტყავთ სილას და გაჭმევთ თქვენ იცით რომ სილის გარტყმას მოყვება საჭმელი და როგორ ახარ იცი მე შეიძლება იფიქრო რომ დროზე გამარტყას რა მშია ნუ მიხდი აი ამ სქემაზე ყალიბდება თქვენ იცით თუმცა ასევე ამ ურთიერთობის დასრულების იმიტომ ეშინიათ ხოლმე და იმითაც ამართლებენ რომ მაქვს ემოციური მიჯაჭვულობა ამბობენ აი რა არის რეალურად ეს ემოციური მიჯაჭვულობა და დამოკიდებულება ერთგვარი ობსესია სიყვარულისგან როგორ უნდა გაარჩიო ემოციური ნუ კარგი კითხვა იქიდან გამომდინარე რომ ფსიქოლოგებს უყვართ ხოლმე ტერმინების ჩამოყრა და ვითომ რაღაცა გასაგებად თქვი ხო ემოციური დამოკიდებულება არის ადამიანს მოდი დავანებო ჯერ ტოქსიკურ ურთიერთობას ხო ემოცია რომელიც აღძრა ადამიანმა თქვენ ვინც მოგეწონა თქვა დღეს ვიღაცა მოგეწონა ხო აღძრა რაღაც ემოცია და იმიტომ მოგეწონა ხო სწორება და მეორე დღეს რო შეხედავ მეორე დღეს არ გაუკეთებია ის რაღაცა რაც გუშინ მოგეწონა მაგრამ ის ხდება ჩამრთველი იმ ემოციის რომელიც გუშინ იყო შენ მადლობელი ხარ იმ ემოციისთვის ანუ გამეორება რამდენიც ხედავ გახსენდება ის ემოცია და იმიტომ მოგწონს იმიტომ ასე ვთქვათ ეს ურთიერთობა ყალიბდება რაც მეტად ადამიანი ახერხებს რომ მოდი ესე ვთქვათ პოზიტიური ურთიერთობა მე მაგალითად წყვილებზე გამოკითხვა გქონდა რატო შეგიყვარდა ვიღაცა ადრე რა და ძალიან ესეთი გასართობიც კი იყო ამ ინტერვიუების ნახვა ჩაღრმავებული მაგალითად ამბობს გქონდა მაცინებდა ხოლმე ხო თითქოს ის არის ხლა ესე რომ შეხედო რა კლოუნი კი არ მოეწონა ნახე მუდმივად кайხასია დადებითი ემოცია მოეწონა რომელიც დაიჭირა იმ მომენტში ხმა რა მოგეღია და უკვე кайხასიაცა იჩნდება ის ასოციაცია ხო ამ ადამიანზე ხო და ეს მიჯაჭვულობა არის ხო იმიტომ რომ თუ თქვენ ყავთ ადამიანი რომელიც მუდმივად დადებით ემოციებს იძლევს ნახე იმას ეძებ თვალებით როდესაც უდად ახარ იმასთან გინდა ურთიერთობა ნახე და გარდა ამისა ნახე ტვინი ეჩვევა აი თვითონ ურთიერთობის დაწყების დროს როგორ ხდება ჯერ შეიძლება 1 წუთი იფიქროთ იმ ადამიანს მე 10 წუთი მე რო ხედავთ ფიქრობთ და რო წახვედით კიდე ფიქრობ და ბოლოს როგორ არის სახში რაღაც ხაჭაკურს ჩამდა კიდე ფიქრობ ანუ მან დაიკავა თქვენ ფიქრებში საკმაოდ დიდი სივრცე და როდესაც დანებება ხდება ან გინდა რომ დაანებო თავი გარდა იმისა რომ ფიზიკურად ეს ადამიანი აღარ არის აქ სიცარიელე რჩება თქვენი ტვინი მიჩვეულია მასზე ფიქრს და თუ დააკვირდებით რაღაც გარკვეული პერიოდის მერე ეს ადგილი ვიწროვდება ანუ მერე აღარ ფიქრობ ინტენსიურად მერე დღეში ერთხელ გახსენდება და ბოლოს მიდიხარ იქამდე სანამ თუ არ შეხვდა საერთოდ აღარ გაგახსენდება ხო ანუ თავიდან პროცესი არის რომ მეტ ადგილს იკავებს დროში პროპორციით თუ ადამიანს ეხება ადამიანზე ფიქრი მერე ეს ვიწროვდება და ისევ ცოლთა ადგილს და მერე საერთოდ ამიტომ არის ხოლმე რომ დაშორებას თუ გადაწყვეტ გამოთქმა ხო ფიზიკურად ჯობია ვერ ხედავდე იმიტომ რომ რო ხედავ ისევ ბრუნდება ასე ვთქვათ როგორც სტიმული ფიქრებში. ხო, აი no contact principles რო იყენებენ ხოლმე, რომ საერთოდ არ უნდა იყოს არანაირი კომუნიკაცია. რეალურად ესე იგი სწორია და ეფექტურია. სწორია, მოდი ესე ვთქვათ რაღაც დონეზე და თუ ძალიან გაიაზრებთ ამ პროცესს, ურთიერთობებს უხდება სილაღე და არა სიმძიმე. ადამიანები ამძიმებენ ურთიერთობებს. ურთიერთობებს უხდება ესთეტიკა, მაგრამ ესთეტიკა ვინ კითხულობს ახლა აზზე არა ვარ და საერთოდ სად მიივიწყეს. სილამაზეა ურთიერთობები. და ამავე დროს დაშორებაც უნდა შეგეძლოს ლამას. სხვათა შორის. ყველაზე რთული ეგ არის. ხო, მაგრამ იმიტომ რომ შენ თავზე უნდა იზრო. ანუ შენ რასაც აკეთებ, მე ის მოგონებებად ყალიბდება.
და თუ თქვენი მოგონებები მარტო მაჯლაჯუნებს უკავშირდება, ძალიან ცუდი ცხოვრება გაგივლეთ. ამიტომ შენ უნდა ეცადო, რომ შენი ცხოვრება გახადო ლამაზი. იცით რა დამიფიქსირებია, რომ ადამიანი, რომლითაც მოცული ხარ და შეიძლება ძალიან ბევრს ფიქრობ, რა პროცესიც წეღან აღწერეთ, ხო? რაღაც დრო რო გადის და თითქოს რო გამოდიხარ ამ ყველაფრიდან, ვერც კი წარმოგიდგენია, რომ საერთოდ იცნობდი ამ ადამიანს. ანუ რატო ხდება ხოლმე ეს რას ტვინის დამცველობითი ფუნქცია არის თუ რას შეიძლება მივაწეროთ, ეს შეგრძნება, რომ ის ადამიანი, რომელზეც შეიძლება განუწყვეტლი ვფიქრობდი, რაღაც მომენტი რო შეიძლება ერთი თვე გავიდეს აქედან და უცბად გრძნობ, რომ საერთოდ თითქოს არც იცნობდი ამ ადამიანს. ნაწილობრივ სწორი ხარ, ახლა ფსიქიკას ახასიათებს განდევნა იმ რაღაცების, რაც მატრანვირებელია და მეორე არის, რომ ისტორია მთავრდება, როცა ემოცია აღარ არის. და გიყვარს, თუ გეზიზღება, ისტორია დამთავრებული არ არის. ისტორია მთავრდება, მაშინ მოვიდა, გაიარა, პრობლემა არ აქვს. აღარ გაქვს რეაქცია. არ ვიცი თუ გქონიათ ახლა პატარა ხართ ის ვიღაცა ადრე ძალიან გიყვარდა და ახლა რო უყურებ დაახლოებით როგორი განცდა იცი რომ ამაზე თავის დროზე რამ გამაგიჟაო. დაახლოებით ეგ განცდა თუ ეს ნიშნავს რომ ისტორია ნულია, მაგრამ ბერგიდან მეზიზღები და დანახვა არ მინდა შენ. ისტორია დამთავრებული არა. ხშირად გვეშინია ხოლმე მარტო დარჩენის და იმის გამო რომ მარტო არ დავრჩეთ, შეიძლება გვერჩივნოს რომ იმ ცუდ ურთიერთობაში დავრჩეთ. რატომ გვეშინია საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და რატო აღვიქვამთ ესე რომ აუცილებლად ვიღაც გვჭირდება იმისთვის რომ ბედნიერები ვიყოთ? ეცი რა, ნებისმიერი სიახლე გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული. შენ როცა ადამიანს იცნობ და ურთიერთობაში შედიხარ, რაღაც ეტაპები გავლილი გაქვს. და ახლა შენ აღარა ხარ და ვიღაც სხვა უნდა იყოს და ის ეტაპები კიდე გასავლელი მაქვს და ღმერთმა იცის ის როგორი იქნება. აბა დაფიქრდით, ცოტა სიზარმაციის შედეგიც ხო? კი. გეზარება თავიდან იმ ეტაპების გავლა, რომელიც უკვე გაიარა. იქიც რა ნაცნობი ნაზირალა მირჩიანი უცნობ ვიღაც ხო გამოთქმა ხო? აქ მაინც რაღაცები პროგნოზირებადია. ახალ ურთიერთობებში პროგნოზირებადი ნაკლებად არის. კი და თან შიშიც გიჩდება რაღაც რამდენიმე გულის ტკენის შემდეგ ალბათ. რამდენიმე ფაქტორი მუშაობს. ნახე, ერთი რომ მე მიბეჭვიე თქვენზე ფიქს. თქვენ რო არა ხართ ეს ადგილი შესავსები. შესავსები. ახლა წყვილებს რო უყურებ, ძალიან სასაცილო ამბები ხდება ხოლმე. გაშორების მერე 80% ცოლების ლამაზდება. ხო. ჯინაზე. ხო და მე ვეუბნები, მანამდე გაგეკეთებ ბინა. აი ახლა ასე თქვა იმას ვიზა, ხო? ბინა. ქცევები. ხო და როცა იცი რა არის, როცა რაღაც საკითხებში გესმის უფრო ლაღი ხარ. ადამიანებს ახასიათებთ ზედმეტი დრამატიზირება სიტუაციას. სიტუაციას მოგიტანა გეგონება, ანუ რა ვიცი. ინგრევა სამყარო იმ მომენტში. სამყარო რაღაც და აი როგორ არის კომპოსტოს ფოთლებს რო აცლი და ახლობით ისია და რეალურად რომ მოაცლი არ არის რა ეგეთი დრამატული როგორც შენ მოხვედი რომ აღარ ციცოცხლე გინდა და აღარც ნუ ხოც ეგეთი რა. მე ამაში ვთქვა რომ არის გადამეტებული დრამატიზირება სიტუაციების. და მარტოობით შესაძლებელია იყო ბედნიერი. აი როგორ უნდა დაიჭირო ეს მომენტი რომ საკუთარ თავთან იყო ბედნიერი და თვითკმარი ასე ვთქვათ და არ გჭირდებოდეს მაინც და მაინც პარტნიორი. მარტოობა უნდა ხოლმე აი ადამიანს ვინც გადაიღალა ურთიერთობით. და ურთიერთობა უნდა იმ ადამიანს ვინც დაიღალება მარტოობით. ანუ ნახე როგორ არის ადამიანს ჭირდება მთელი სპექტრი ემოციების. სულაფე. და ფილმს რო შევადაროთ, მე ფილმს ხშირად ვადარებ რაღაცებს ანალოგიის თვალსაზრისით რომ დავინახოთ. ჟანრები ფილმების ხო იცით. იცით რომ თქვენ ყველა ჟანრს გაივლეთ თქვენ ცხოვრებაში. დაშორება შეყვარებულთან, მელოდრამა. რაც არ უნდა ვეცადოთ რომ აუაროთ გვერდი ტრაგედიას, იქნება. ბოლო-ბოლო ვიღაც ადამიანი ჩვენთვის ძირფასი, ნუ რაღაცა მოუვა და გარდაიცვალა. ანუ ტრაგედიაც გექნება ცხოვრებაში, თავგადასავალიც გექნება, რაღაცაც გექნება, ყველაფერი გექნება. უბრალოდ არის რომ რისი დეფიციტიც გაქვს, რომელი ემოციისკენ, იქითკენ მიისწრაფ. მაგალითად, თქვენ მოთხოვნილება გაქვთ რომ შეშინებული იყოთ, იცი? იცოდით? ადამიანს ეს მოთხოვნილება რო არ ქონდეს ჟანრი საშინელებათა ფილმის არის და საშინელებათა ფილმს როგორ ვნახულობთ მე და თქვენ.
თუ ნახეთ და არ შეგვეშინდა, რა სულელური ფილმი იყო, დავჯექით რომ შეგვშინებოდა და რა უგედურება ეს არ შეგვეშინდა. ამ მიზნით უყურებ. მაგრამ უყურე თუ ეს მანიაკი დაგდებს მოსაკლავად მართლა, შენ არ გიქნება სურვილი საშინელებათა ფილმი ნახო. დანახვა აღარ გინდა, იმიტომ რომ ეს ემოცია ჭარბად გაქვს მიიღება. ანუ რაც არ გაქვს იმის შევსება გინდა ეგრე გაქვს. ნერვიულობის შევსება. კი ბატონო, ნერვიულობა გინდა. მოთხოვნილება გაქვს. და ზედმეტად ამიტომაც რომლებიც ფეხბურთს უყურებენ, ხო? თქვა ჩანაწერია. თქვენ იცით ანგარიში და ეუბნებით გინდა გითხრა ანგარიში. და არ უნდა რომ ანგარიში უთხრა, იმიტომ რომ ანგარიში რო უთხრა, ხო აღარ ინერვიულებს და რო აღარ ინერვიულებს, დაჯდა სანერვიულოდ. შენ კიდე ხელს უშლი ნერვიულობაში. ეს ძალიან საინტერესოა, ჩვენ არა მარტო უარყოფითი ესა და დადებითი ემოციებისკენ მისწრებთ, არამედ უარყოფითებიც გვინდა რომ მივიღო. მოთხოვნილება. კი, აი გამიგია რომ ამბობენ. ჭკვიანი რო ხართ, უარყოფითი ემოცია არ უნდა მიიღოთ ისეთი რაღაცისგან, რაც ან დაგაზიანებთ, ან ასე ვთქვათ, თვითმფრინავიდან რო ხტებიან იმის გარეშე, პარაშუტის გარეშე და მოფრინავი. ხო ძალიან საშიში. მაგრამ ნახე უნდა ეს ადრენალინი. კი, უნდა ეს ადრენალინი. ძალიან სარისკოა, ძალიან საშიში. კი. ისიც გამიგია რომ ამბობენ რომ რამე ისეთი ფილმი მითხარით წერენ ხოლმე რომ ვიტირო. ანუ აი მოთხოვნილება აქვთ რომ იტირონ. და ეხა გამახსენდა ეს ცნება აი მეორად სარგებელს რო ეძახიან ტრავმისგან, რომ ესე იგი შენ შეიძლება იყო ესეთ ურთიერთობაში სადაც ზიანდები, მაგრამ ქსი ამოვნებდეს და გინდოდეს მსხვერპლის როლში ყოფნა, ოღონდ ქვეცნობიერად ამას ის შეიძლება ვერ იაზრებდე. არსებობს ხო რეალურად ეს შეგრძნებაც? ჩვენ თქვით რომ მსხვერპლის როლში ყოფნა ერთ-ერთი ტოქსიკური ურთიერთობის დასაწყისი. ანუ ნახე, შენ შედიხარ მსხვერპლის როლში და ამითაა ტოქსიკური ურთიერთობა მასთან. იმიტომ რომ მუდმივი დანაშაულება ვიღაცის, მუდმივი ასე ვთქვათ დანაშაულის გაჩენა, ნახე ტირი ხარ, სულ უნდა მოგეფერო. სიტყვაზე ხო? ეს არ გაქვს, ის არ გაქვს, ეს არ გაქვს და მოდი ახლა ვნახოთ ეს ურთიერთობა ჯანსაღია. მე მაიძულებ მუდმივად დანაშაულის განცდა მქონდეს შენს მიმართ. არ დამსხვერპლი ხარ. ნახე, სუსტი ხარ და რეალურად შენ მიყავს ურთიერთობის ფორმა. ხო. და ამის უკან რა დგას? რატომ გინდა რომ იყო მსხვერპლი? იმიტომ რომ მოგეფერონ, ანუ შეიძლება იდგეს რაღაც ბავშვობის ტრავმები? იცი რა, ეს ბავშვობის ტრავმები ძალიან პოპულარული ეს არის. ხო, რომ მიდიან უკან ბავშვობაში და აანალიზებენ. ნუ ეს ფსიქოთერაპევტების ასე ვთქვათ საკითხია და მოდი მათ დაუთმოთ. თუ მე ვლაპარაკობ რაღაცის გასწორებაზე, იმიტომ რომ ფროიდმა შემოიტანა პირველად ხო ფსიქოანალიზია და ჩადის ბავშვებში. მაგრამ ნახეთ რა ხდება ხოლმე მაგ დროს. თქვენ მედიხართ რაღაცა პრობლემით ფსიქოანალიტიკოსთან და გამოდიხართ პრობლემით და დამნაშავების სიით. ზუსტად. ანუ აღმოაჩენთ რომ თურმე მამა შენი ისბრალია, დედა შენის და კიდე ბიძა შენის და კიდე ძმის. და ეს დამნაშავების სიის გადაცემა არ მესმის ხოლმე. ხო, რამდენად თერაპიულია ეს, იმიტომ რომ მე პირადადაც მქონია ეგ გამოცდილება, რომ რაღაც პრობლემით, რომელიც შეიძლება დღეს საერთოდ არ ჩანს ისე, რომ რაღაცა შეიძლება საფუძველი ბავშვობაში ქონდეს, ჩემთვისაც ყოფილა ეს, რომ ისეთი რაღაცები აღმომიჩენია, რომ გაბრაზებული მოსულვარ პირიქით სახლში. დიახ. გაბრაზებულის გამოსულან, ნამტირალებიც გამოსულან, აგრესიულებიც გამოსულან, ოჯახების დაუნგრევიათ ფსიქოლოგთან ვიზიტის მერე, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის მერე. ხო და ბავშვის მოგონებებთან ძალიან ფრთხილად უნდა იყო, იმიტომ რომ როცა მე თქვენ გაბრუნებთ 3-5 წლის ასაკში ან რაღაც ეგრე საკში, მაშინ ბუნდოვანია თქვენი წარმოდგენები. ნუ უნდა გაიხსენო, ესე არ გახსოვს. ხო. და იცით რომ ფსიქოთერაპევტმა შეგიძლიათ ჩასვას დეტალი, რომელიც არც ყოფილა თქვენ ბავშვში. ხო, ზუსტად შეიძლება რაღაც ფანტაზიის, კი. და მე რადგანაც აქტუალიზახთ და გადეხარ და ეს, ამიტომ ძალიან სახიფათო თამაშები ეს. სახიფათო თამაშები. კი, იმიტომ რომ რეალურად არ გახსოვს ის დეტალები და თითქოს იგონებ რაღაცას. მე მეორეც ერთი, ნახე, პასუხისგებლობას შენ არ იღებ, იმიტომ რომ დამნაშავების სიას გაძლევ. მე ვიხუმრე ერთხელ და ის პოპულარულიც გახდა, რომ მათი კაც ლიფტში შესვლა
ეშინოდა მეთქი, მივიდა ფსიქოთერაპევტთან და ლიფტში შესვლა ეშინია და მამამის ვერ იტანს მეთქი. ანუ შედეგი ეგ დადგა, ხო? ანუ ის არ გავქრალა ის შიში და დაემატა ეს ბრაზი. იცი რა, ძალიან ფრთხილი მომენტებია მან და ეს ადვილი, თუმცა გითხარი მოდაშია, ხო? უნდა იმაზე გაგიყვანო რაღაცაში და ესე არ არის, ამასთან ხუმრობა არ შეიძლება, ამიტომ რომ სერიოზული ცუდი შედეგები მოყოლია, რაც მე ვიცი. და არა მარტო საქართველოში. საზღვარგარეთაც. სერიოზულად ცუდად დამთავრებული. ხო და ამიტომ ცოტა თემა ესე არ არის რა. დააჯერო ვიღაცას რაღაც. აი დაშორების თემას რომ მიუბრუნდეთ, ძალიან ხშირად მომისმენია განსაკუთრებით ქალებისგან მიზეზად, რომ სად წავსულიყავი, არ მქონდა წასასვლელი, ბავშვებით სად წავსულიყავი. თქვენი დაკვირვებით, აი ეს მიზეზები რამდენად გამოდგება იმის გასამართლებლად, რომ თუნდაც ძალადობას იტანდნენ ქალები, თუ შეიძლება ემოციურად მზად არ არიან გასასვლელად. ჩვენ გადაგაქვთ ახლა ოჯახზე და მოდი დავანებოთ ოჯახს თავი და ვნახოთ. სამსახურიდან ვერ მიდის. ცუდად არის. და რატო არის ცუდად, აბა? თუ ცუდად ხარ, წადი რა სამსახურიდან, ხო? ბოლო-ბოლო თქვა და რაღაც ისაკ. იმიტომ რომ შიში აქვს რო სხვა სამსახური ვერ ეკ. შიში აქვს რო ნაკლებად პროფესიონალი. შიში აქვს რო ნახე დამოკიდებული, ანუ ადამიანი არ არის ჩამოყალიბებული, თავდაჯერებული და განვითარებული. იცით რა, თუ სახლის გარეშე რჩებით, უჭმელი რჩებით და ქუჩაში გაეყინებით, ჩემგან თუ წახვედით, ლოგიკურია რომ არ წახვალთ. მაგრამ იმისათვის რომ ეგ არ მოხდეს, შენი კაპიტალი უნდა გქონდეს პიროვნული. მაშინ კაია, იმიტომ რომ ურთიერთობაშიც თავისუფლად შედიხარ. ნახე, პრობლემა კი არა მაქვს თქვა ვიღაცის გარეშე ვიცხოვრო. მაგრამ შენთან მინდა ცხოვრო. უფრო ლაღი და სწორი არჩევანი. ჯობს რომ იყო დამოუკიდებელი. ჭირდები რომ შენ თუ არ იქნება ქვეყანა დაიქცევა, მაგრამ მე ვარ და იმიტომ ვარ შენთან. აი ეს მომენტია. ამიტომ როცა იზრდები და რაღაცა შენ უნდა მიაღწიო იმ დონეს, რომ შენ მაქსიმალურად თეორიულ დონეზე უნდა იყო დამოუკიდებელი, ხო? თუ ურთიერთობა არ გჭირდებოდეს სახლკარისთვის მაგალითად. ელემენტარული და ამის გაკეთება შეიძლება, რა ვიცი, მილიონი რაღაცით განათლებით. მე ისედაც ვამბობ, ანუ ახსენე, რომ აი ეს განცდა, რომ პროფესიონალი იყო, ყველა ადამიანში უნდა გააჩი. და ჩვენ ვაჩენთ ყველა ადამიანში, რომ წარმატებული იყოს. წარმატებულობა არ უდრის პროფესიონალებს. წარმატებული სადაც კრიტერიუმი ნახვების რაოდენობა და ლაიქების რაოდენობა. რაც უფრო პროვოკაციული ვიქნები, ნახვების რაოდენობა გაიზრდება. და მას დიდი ნიჭი არ უნდა. სხვათა შექმნაც არ უნდა არაფრის. და პროფესიონალი არის ადამიანი, რომელმაც იცის ის, რასაც აკეთებს. იმაში მაგარია შესაბამისად, არც სამსახურიდან ეშინია წამოსვლა, არც რაღაც ურთიერთობიდან, ხო? და უნდა განვითარდე. ვამბობ ხოლმე ხშირად, რომ ადამიანი წონას უფრო აქცევს ყურადღებას, ვიდრე განვითარებას. დადექი სასწორზე და მოიმატე ცუდად გახდი ან რაღაცისა და ერთი წელი რო გავიდა და თავში არაფერი არ მოგმატებია, იმაზე განგაშის სიგნალს არ თავს, რომ დრო ყველა დაიკარა. იმის მეხუთედი რომ ადამიანმა ყურადღება დაუთმოს. თავის განვითარებას რაც წონას უთმობს, თვითონ ძალიან გაზრდილი იქნება ერთი წლის თავზე, თვითონ ვერ იცნობს თავის თავს, მაგრამ არ აინტერესებს ეს. ხო, თითქოს თვითახქმაზე ის უფრო მოქმედებს. რა თქმა უნდა, ის არ აინტერესებს, რომ აქ აი 4 წელი გავიდა და ისეთი ხარ, აქ არაფერი შეიცვა. ხო უნდა მიხვდე, რომ რაღაცაში გაჩერდი. არა. ბატონო ზურა, ჩარევაც ვახსენეთ ჩვენ ურთიერთობებში. აი, რა უნდა გააკეთონ მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ მისი ახლობელი ადამიანი რეალურად ზიანდება. ანუ სად გადის ეს ზღვარი ჩარევასა და ზრუნვას შორის, იმიტომ რომ მე თუ ვუყურებ მაგალითად ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანს და აშკარად ზიანდება, რა უნდა გავაკეთო ამ დროს? აი ძალადობით წამოყვანა ამ დროს, როცა ის მზად არ არის ემოციურად, სწორია? აი მაგ დროს უნდა გააჩნია მეგობარ სტატუს როგორ. ნახე, რამდენი მეგობარი ყავს, იმდენი განსხვავებული იდეა შეიძლება იყოს. ორიენტირება არის ძალიან ძნელი, ვინ რას გეუბნება, როგორ ფიქრობს, თავისი გამოცდილებიდან გადიან. გააჩნია სტატუსს ამ მეგობრისას, მაგ თუ არა იმდენი გამოცდილება, რომ რაღაცა გირჩიო, ხო? მაგ თუ არა ესე ხო ეს ზედაპირულად არ კეთდება, ამიტომ გაჩნდნენ პატრიციონალო ფსიქოთერაპევტები, რა ვიცი, ძალიან ბევრი არიან რაოდენობრივად, კიდე ვიღაცები
შეუძლია იმას მიმართოს. იმიტომ რომ ნახე მე ვამბობ ხოლმე რომ წყვილი რომელიც ერთად გადაწყვეტ ცხოვრებას ვეუბნები რომ ჯობია კომფორტი დათმო თუ კომფორტზე ლაპარაკი და იყოთ ერთად იზოლირებულად მარტო ვიდრე კომფორტში და რომელიმე ოჯახში შიგნით იქ მაგარი კომფორტია მაგარი სახლია მაინც ჯობია რომ სხვა ოჯახის წევრებს რატო ახლა უყურეთ მიკროკულტურა და მიკროკულტურაში ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთთან ეს მიკროკულტურა რა არის იცი წესები და ღირებულებები რომელიც აქ არის აი ამ მაგალითად ფინანსების განაწილების წესები განსხვავებულია ნახე თქვა იქ არის რომ არის ეგეთი რომ კაც მოაქვს ფული თავისთვის ჯიბეში იტოვებს დანარჩენს აძლევს მეუღლეს არის რომ უნდა თხოვო არის ნაგავს ვინ გადაყრის როცა ეს ორი ახალი ოჯახიდან ტიპი მოდის ამაში არის სხვაობა და სხვაობა როა სხვა ოჯახთან როა სულ კრიტიკის ობიექტი ხარ და დაკალს რო კითხავ და მეგობარს იმას კიდე სხვა ოჯახიდან არის ის გიხსნის სულ სხვანაირად ეს სულ სხვანაირად და თავი გაგასული ვერ გაიგე რა უნდა გაკეთო როცა თქვენ ცხოვრობთ დაახლოებით 2 წელი ჭირდება მაგას თქვენ გამოიმუშავეთ თქვენი ტიპის მოდელს და აღარ მაქვს რეაქცია იქ თუ ისე ხდება სულ არ მაინტერესებს და აქ სუძიებაში ვარ ნეტა როგორ არის სწორე და ვეკითხებ ამიტომ აი ესე გაბნება ასეთი საკითხების და ვიღაცებისთვის კითხვა კი შეიძლება კაი რაღაც იყოს შეიძლება არ იყოს მე თვითონ ჩავერიო ანუ თქვენ თვითონ ჩაერიოთ რაღაც დონეზე შეიძლება ჩაერიო მაგრამ ჭკუა ვასწავლო ასე ვთქვათ რომ კარგი ცხოვრება ისეა როგორც მე ვფიქრობ თუ თვითონ არ მომართა თუ თვითონ მომართა თავისუფალი ხარ და ელაპარაკ და მე ჩავერიო არა აი ეს დაშორების ეტაპები ხო ძალიან მრავალმხრივი არის და უამრავი სახის ემოციას აწყდები ამ დროს. როგორ უნდა მიხვდე რომ რეალურად წასვლის დრო ნამდვილად დადგა და რომ შენ ამ ნაბიჯის გადადგმით უფრო მეტად არ დაზიანდები? როგორ უნდა მიხვდე, მაგრამ არც მან და არ ერთული გასათვლელი. ურთიერთობაში ორი ადამიანი იწყებს ურთიერთობას, იმიტომ რომ ერთად ყოფნით უფრო უნდა იყვნენ ბედნიერები, ვიდრე ცალ-ცალკე. თუ მე დიდი ხნის განმავლობაში თავს გრძნობ ცუდად, ან ჩემი პარტნიორი თუ ის ცავირჩე ის გრძნობს ცუდად. საღიაზრე გეუბნება რომ წახვიდე. საღიაზრე შეიძლება გეუბნებოდეს, მაგრამ ფიქრობდე რომ არ შემიძლია. მაშინ უნდა გამოუწყდე შენ თავს, რომ შენ მოგწონს ცუდად ყოფნა. ცოტა მაზოხისტური ტენდენციები აქვს და ძალიან კაი მდგომარეობაში ხარ. თუ ძალიან კაი მდგომარეობაში ხარ, იყავი ეგრე. ხო, ანუ სადღაც მაინც გადაწონის ეს. ხო, არა, ეს არ უყვართ, ნუ ანახე დაახლოებით რას გავს, მცემს, მიირტყავს, ორჯერ კიბიდან დამაგორა, მაგრამ მიყვარს. რა გიყვარს აბა მეთქი. ესე გამოდის რომ ეს შენთვის მისაღებია და მაშინ ნუ წუწუნებ. ხო, ნუ გამბობ რომ ცუდად ხარ. იმიტომ რომ კარგად ხარ, იმიტომ რომ არის ადამიანი, რომლის როლი არის ცუდად ყოფნა. არის ცნობთ ეგეთ ვიღაცას ცუდად როა, ან სულ რო წუწუნებს? ხო. სულ ყველაფერზე. რა მნიშვნელობა აქვს? სულ ცუდად. კი. აი ჯანსაღ ურთიერთობაშიც ხომ არის კომპრომისები, როგორ უნდა გაარჩიო ადამიანმა, სად არის ჯანსაღი დათმობა სიყვარულისთვის და სად ხდება უკვე რაღაც ტოქსიკურობის ფარგლებში ეს დათმობები, როცა საკუთარ თავს კარგავ რეალურად უკვე. გაჩნია რას თმო. მე თუ მიყვარს ტვენა და თქვენ თუ ტვენას ვერ იტანთ და რომ თხოვოთ რომ მოდი რა ნუ დაუსტვენ. ახლა უნდა შედორ ჩემთვის ეს ტვენა რა თუ არაფერი არ არის, რატო არ გავაკეთებ ამას, ხო? არ არის ცენტრალური საკითხი ეგ ჩემთვის. ჩვენ კონფლიქტი გვაქვს, როცა ღირებულებები თანაბარ დონეზე ისეთ რაღაცას მთხოვ, რაც ჩემთვის ძალიან ღირებულია. ხო, იმიტომ რომ თუ არაფერი. თუ მე სტვენა მეყვარს და თქვენ კი არ გსიამოვნებთ, მაგრამ თქვენ დაბალი ღირებულება გაქვთ, ნუ იტყვი მოსტინოს, არა პრობლემა გაც. ხო? აი კომპრომისი ხდება იმის მიხედვით რამდენად ის ჩემ პიროვნებასთან არ არის დაკავშირებული, რასაც მე მთხოვ და რა წონა გააჩნია. ხო? რაღაცა შემიძლია გთხოვოთ, გამიკეთოთ, ნახე და თუ გავსდე ამ მოთხოვნას, რაღაცაზე შეგიძლია მეთხრათ, რომ ახლა უკვე всё. მაგას უკვე აღარ გავაკეთებ. რატო? იმიტომ რომ მე მივედი იმ წონაზე, რომელიც თქვენთვის ამაზე უარის თქმა, ასე ვთქვათ, ძნელი. ხო და კომპრომისი მიდის იქ, ძირითადი ამოცანა რა არის ურთიერთობაში? მე უნდა
იმ ადამიანი, ვინც მყავს გვერდზე არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცია, უნდა ფიქრობდეს ეს. მე უნდა ჩემი პასუხისგებლობა რომ ის იყოს ჩემთან კარგად. ოღონდ ნახე ერთის მხრიდან არა. ორივემ უნდა გაიაზროს. მაშინ ძალიან კაი ურთიერთობა გამოდის. ხო, ცალმხრივად ეს შეუძლებელია. ხო, მე შენი პასუხისგებლობა რომ მე ვიყო კარგად არა. არასწორი თეორია. ჩემიც არის. მაშინ ურთიერთობა გამოდის წყინვალ. არა ჩვეულებრივ, რომ მე ვფიქრობ მასზე და ის ფიქრობს უ ჩემს. ფორმატ ძალიან კაი. ოგენრის აქ ძალიან მომწონს თუ გახსოვთ, ახლა წავიკითხე და გამახსენდა თმებს ვიბარებთო. ქალს თმები აქვს და ამას საათი აქვს. და ამას ჯიბის საათი აქვს და ამას ის არა აქვს, რა ქვია. ჯაჭვი არ აქვს საათის. საახალწლო საჩუქარი ეს წავა და რომ მოუტანენ რა მოჩდება. ეს მოუტანს სავარცხელს და თმების მოვლის საშუალებას და ეს მოუტანს ჯაჭვს. მაგრამ ამან ამ სავარცხლისთვის საათი გაყიდა. და იმან თმები. ძალიან საყვარელი სცენაა რა. ყველაფერი გააკეთეს ერთმანეთისთვის, მაინც არ გამოადგათ, იმიტომ, მაგრამ ძალიან დიდი სიყვარული. მაგარია. ხო, არა, ძალიან ლამაზად და იქა, ხო. კი. აი თქვენს პრაქტიკაში, მრავალწლიან პრაქტიკაში, ალბათ არაერთი წყვილის კრიზისული პერიოდი გინახავთ, ხო? აი, არის თუ არა რაღაცები, რისი პატიებად შეიძლება საკუთარ თავთან დანაშაულიც იყოს. აი, მაგალითად, ხალატის პატიება რეალურად არის თუ არა შესაძლებელი? პატიებად არის გაცილებით ძლიერი აქტი, ვიდრე არ პატიება. პატიება ეს ადვილი კი არ არის. უბრალოდ პატიებაც არ იციან ხალხმა. პატიება ეს რას ნიშნავს? მე თუ ადამიანს რაღაცა გითხარი, რომ გაპატიე, ის ისტორია არასდროს აღარ უნდა წამოვწე. მე თუ აქ მაქვს შენახული და რომ გამაბრაზებ, გახსენებ, ეს პატიება არ არის. ეს არის მანიპულაცია, მე მინდა დანაშაულის განცდა გქონდეს. პატიება არის ნამდვილად პატიება. ნახე, სხვა თემაზე შეიძლება გეკამათო, მაგრამ ის თუ გაპატიე რაღაც არასდროს არ უნდა გავიხსენო. არაწესიერი ქცევა. ხალატი ზუსტად ამიტომ ახსენე, რომ ჩვენ გვინახავს უამრავი შემთხვევა, როცა პატიება ნიშნავს იმას, რომ აი მაინც ვრჩები შენთან ურთიერთობაში. მაგრამ ხო, ანუ სულ გახსოვს რეალურად. შეიძლება მახსოვდეს, მაგრამ მოდი რა გაპატიე გითხარ, მე ეს არ უნდა გამოვიყენო. ანუ შეიძლება რომ გახსოვდეს, მაგრამ მაინც ნაპატიები გქონდეს და გახსენდებოდეს ეს ხშირად? კი, მე ხსიერებიდან ვერ წაშლი, მაგრამ ალბათ ურთიერთობაში არ უნდა აძახებდე. ესე დავდივარ და სულ ის მახსოვს რომ იღალატე, არ არის ნორმალური, მაგრამ დამავიწყდა შეიძლება არ დამავიწყდეს, რატო უნდა დამოწდეს ჩემთვის თუ ეს ემოციურად ძლიერი ის იყო, ხო? სადღაც არის მოგონებებში. და პატიება, ახლა რომ ამოვთხოვნე პატიება ძირითადი მიმართულება, ესე თქვენ მითხარით გინახავთ, აქ ხალატი მაგალითად თანაბრად არის ჩემთან. ეს ვიღაცებს გონიათ, რომ კაცები უფრო ღალატობენ და რატო გონიათ გეტყვით, იმიტომ რომ კაცის ღალატი გახმაურებულია. მაგალითად, ცოლ-ქმარი არიან, ხო და ქმარს ყავს ვიღაცა. ეს ცოლი მოყვება, რომ ამ ჩემ ქმარს გაიჩინა ვიღაც იდიოტი, დებილი, ნუ ყვება ყველგან რა და ხო და კაცი არ ყვება რა. ჩემ ცოლი უკვე მესამედ გაიჩინა, კაცი არ ყვება. ამიტომ ეგ თემა დახურული, აქ თემა ღია, აქ ხმაური მეტია და ესეა და ღალატი ორივე ადამიანია და ასე ვთქვათ ლადისე არა რა, რა. და აი ის ფენომენი რითი აიხსნება, როდესაც დაშორების შემდეგ თითქოს ტვინი ფილტრავს ისე, რომ მხოლოდ კარგი გახსენდება. და მცუძე ფიქრი არ გინდა და ამიტომ გენატრება ადამიანი. მიმართულება რა გაქვს. გაბრაზებული რო ხარ იმაზე, ყველაფერი ცუდი გახსენდება, განსაკუთრებით აგერ კაცი მოვიდა ჩემთან და დაიწყო მე და ჩემო ცოლმა ვიჩხუბე და იცი რა გამეკვირდა 20 წელია ცოლ-ქმარმა, ვიცი მეთქი. მთელი ეს 20 წელი დაგეხასიათა რომ კოშმარში ყავდა მე. ხო, იცი რა მითხრაო? 16 წლის წინ დაქალთან რომ მინდოდა წასვლა და არ წამომყევი და არ მახსოვს. 16 წლის წინ რაღაცა იყო. ყველაფერი ცუდი. იმიტომ რომ ნახე ვაპირებ შენთან კამაც, მე მჭირდება ჩემ თავში არგუმენტირება, რომ სწორი ვარ, ამიტომ ნახე ყველაფერი რაც კაი იყო. ეხლა პირიქით მჭირდება. ხო, აი მონატრება ვიგულისხმები, მონატრების დროს ხდება ხოლმე ძირითადად ესე, რომ კარგი გახსენდება და ცუძე ფიქრი არ გინდა. მიმართულებას გააჩინა.
და რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ყველაზე ხშირად დაშორების შემდეგ ადამიანები? იმას გულისხმობ, რომ პირდაპირ რო იწყებენ ხოლმე ძალიან მალე, სანამ ასე ვთქვათ, განიკურნებიან და გამოვლენ ახალ ურთიერთობას. ზუსტად იმიტომ ხდება, ხშირ შემთხვევაში უფრო სწორად ხდება, იმიტომ რომ მე გოგითხარით, რომ აქ რჩება ადგილი, სადაც თქვენზე დათმობილი დრო და ყურადღება მქონდა, ის ცარიელია და ის მე მაწუხებს. აი მაგალითად მოდი ესე ვთქვათ, ნარკომანს რო უთხრათ, რომ მურჩეს ამას, აღარ მიმართოს ნარკოტიკს, მას კიდე უნდა შეუცვალოთ ჩვევები, იმიტომ რომ მისი ჩვევა ნახე რა იყო, დილას გაგვიძება, მერე ფიქრი ნარკოტიკისა და იყოს, გადაიხადოს, წავიდეს და ეხლა რო აღარ აკეთებს დილას, რო გამოიღვიძა სიცარიელე. ნახე, იქაც უნდა შეუსო, მთელი სურათი უნდა შეიცვალოს. ანუ რაღაც ჩანაცვლება ხდება თითქოს იმ ადამიანის მეორე ადამიანის. არის, იცი რატო არის შეცდომა, ის ადამიანია ცოდო. იმიტომ რომ ის რეალური სუბიექტი კი არ არის, ვინც მოგეწონა. იმის ჩასანაცვლებელი უცებ დაგჭირდა რაღაც სხვაები და ეგ არის. ეგ არის ხო შეცდომები არის, მაგრამ ტვინი მის სწრაფის დროს სწრაფად ასე ვთქვათ კომპენსაცია გააკეთოს იმისი რა. თუმცა ისიც ხო ხდება ხოლმე, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაიაზრე რა შეცდომებს უშვებდი, ის ადამიანი შენი პარტნიორი რა შეცდომებს უშვებდა შენთან, იგივენაირ ურთიერთობაში შედიხარ ისევ. ხშირად ხო ხდება ხოლმე, რომ თითქოს უბრალოდ სხეული აქვს სხვანაირი იმ ადამიანს, მაგრამ ტიპაჟურად ზუსტად იგივენაირია. ყოველთვის გამოგივა, რომ საურთიერთობაში რო შედიხარ, შენ უნდა შენი პარტნიორი იცოდე. და ჩვენ არ გვინდა. ჩვენ გვინდა ჩვენმა პარტნიორმა იცოდეს ჩემი სურვილები, თხოვნები, აზრები, ფიქრები, რა მაწუხებს, რა არ მაწუხებს, როგორ ეს ამას ვითხოვ. და მე არ მაქვს ხოლმე სურვილი გავიგო, იქით ხარ ეს რა ხდება. ურთიერთობა ქვია, ეს კი არ ქვია ურთი მარტო ერთობა. ან ურთიერთობაში ორივეს მომენტია ხოლმე უნდა მესმოდეს. რატო? იმიტომ რომ პასუხისგებლობა უნდა იყოს ჩემი, რომ თუ თქვით რომ ერთად ვიყოთ, მე უნდა გავაკეთო რომ შენ კარგად გწნობდე ჩემთან თავს და ისიც იგივეს. ამ შემთხვევაში გამოვაკაივა, როცა ერთი მხრიდან არის მოთხოვნა, აქ ირღვევა ბალანსი, ხო? აქ მე გადავდივარ ტოქსიკურ ურთიერთობებს და რაღაცებს. არა, ორივესთან არის ეგ ისა რომ მე უნდა ყველაფერი გავაკეთო, შენ იყო კარგად, შენ და გამოგდის არაჩვეულებრივი ურთიერთობა. სრულმაც გამოდის, სივრცეც გაქვს თავისუფალი. ნახე, არ გზღუდავ, იმიტომ რომ მე რა მინდა კარგად იყო. შენ რა გინდა მე ვიყო, აი, არაჩვეულებრივი და აი ესე ცალმხარეზე გადმოქაჩვა, მე კარგად ვიყო, ხო? არასწორი. და შეიძლება რომ ადამიანი იმდენად შეეჩვიოს დრამას, ადრენალინს და ტკივილს, რომ ჩვეულებრივი ჯანსაღი ურთიერთობა მისთვის მოსაწყენი აღმოჩნდეს. აი სულ თავგადასავალს ეძებდეს. შეიძლება რატო არა. მაგრამ თავგადასავალი არა აუცილებლად დრამა იყოს. ბევრი ისტორიები მინდა რომ მქონდეს. ეგ ხო ადამიანები განსხვავებულები არიან, გააჩნია რა სტილი, ვიღაცას არ ყავთ ნაცნობი ურჩევნია მთაში, სიარული, კარვებში და რაღაცა. გეყოლებათ ნაცნობი, რომელიც კარვებს, კოღოებს და რამწერებს ვერ იტანს და ურჩევნია სასტუმროში, ხო? აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟებია, ხო? ასე რომ იქაც განსხვავდება ვინ რა პრიორიტეტს აკეთებს. მაშინ როგორ იქნებოდა ყველა ერთნაირი რო ეყოთ, არჩევანა გახვიდოდა და პირველი კაცი ვინ შეხვდებოდა, ხო, წამოყევი. თუ სულ ერთია, ყველა ერთნაირი ტიპი რო იყოს. ხო, შე რატო მიდიხარ იმ ადამიანთან მეორესთან რაღაცას პოულობ? უნდა იპოვო ყოველ შემთხვევაში საერთო, ხო? ბატონო ზურაი, თანამედროვე ურთიერთობებსაც რო შევეხოთ, ჩემი დაკვირვებით რაღაც მომენტში ეს სიყვარული და მოწონება და ეს ურთიერთობები გოგოებს და ბიჭებს შორის ცოტა გაციფრულებულია ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ აი ინსტაგრამი, სოციალური ქსელი თითქოს ადრე თუ რაღაც სხვადასხვა საქციელებს ანიჭებდნენ უპირატესობას და აქედან გამოქონდათ დასკვნები, დღეს აი სტორი თუ დამიგულა ადამიანმა ეს რაღაცას ნიშნავს. სხვადასხვა ფერის გულებს რაღაც სხვადასხვა კონოტაციებით იყენებენ, ხო? ეს რეალურად რამდენად არ ვიცი ნორმალურია რა დავარ. იცი რა, ჩემი აზრი რო არ გითხრათ, მოდი ვთქვათ იმისი აზრი, მილგრემი არის ცნობილი აიცეხების ექსპერიმენტია, როგორც კი გაციფრულება დაიწყო, თქვა რომ მოხდება საშინელება, ადამიანები დაკარგავენ, მან თქვა, მე არ თქვა, რომ კიდე არ ამიჯანყდეს ვიღაც ხალხი, რომ დაკარგავენ ჩვეულებრივ უნარებს ურთიერთობის ჩვეულებრივ ჩვევას ურთიერთობა. ცოცხალი ურთიერთობა, ანუ კლავიატურით კარგად გელაპარაკები, პირდაპირ რო შეხტები, აზზე რა გავაკეთო. ახლა გეტყვით, პრაქტიკა მაჩვენა რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები განსაკუთრებით არიციან
ურთიერთობაში ან როგორ იმ ურთიერთობას კი არ ვამბობ, ღრმა ურთიერთობაზე არ ვლაპარაკობ. როგორ დაგელაპარაკოს? არიციან რაზე დაგელაპარაკოს? ახლა არ მინდა кейსები მოვყვა ზუსტი. და აი ამებს რო უსმენ ხოლმე. სრული ინტუიციის უქონლობა. და სიცარიელე. და თანის კი არა რომ არ უნდა, თუნდაც, მაგრამ არის ელემენტარული რაღაც. ნუ ეს გააკეთა რა? მეგობრები ყავთ ახლა ხალხს საქართველოში ისა რა ქვია, ხელოვნური ინტელექტი. ანუ შენ აღარ მჭირდები მეგობრად რა და თუ გისაუბრეთ მართლა შეგიძლია ყველაფერთან ყოველთვის გაქებს ის შენიშვნას არ მოგცემს რაღაცებს შენი მხარდამჭერია პირველი და ყავთ უკვე სახელებიც დაარქვეს რა და ურთიერთობის რჩევებსაც ეკითხებიან რა მიღწევა არა ანუ ურთიერთობის რჩევებს კი იყო ეს ორნი იყვნენ და ერთმა მიწერა ამით ხელოვნური ინტელექტი და იმანიც არიცო და მოწერა პასუხი თავის ხელოვნური ინტელექტთან ნუ წარმოიდგინე რა ეშველება ამ ყველაფერს? არ ვიცი რა ვქნა ახლა ფაქტია რომ რაღაც ეშველება იმიტომ რომ რადგან ლაპარაკი დაწყებულია და ვიღაცები შეწუხდნენ ესე იგი გაჩნდა ეს მომენტი რომ ეს ამას არ პრობლემაა და მან როგორ ხდება რაც უფრო რადიკალურად შემოდის რაღაცა მეორე იმის საპირისპირო ძალა მაშინ აქტიურდება ყველა სახიფათოა ნელ-ნელა თუ შემოდის მაგრამ როცა რადიკალური განსხვავებებია მაშინ აქეთ იქნება მეორე პოზიცია ხო მე იმასაც შევატყე რომ ჩვეულებრივი მაგალითად სითბო და სიკეთე ადამიანებს უკვე მაგრა უკვირთ ის რაც 30 წლის წინ და მოდი ესე ვთქვათ რომ გააკეთებდე ჩვეულებრივი იყო ეხლა ვიღაცას რომ გაუკეთე ან შპიონი გონი ხარ ან მოგზავნილი ან ფიქრობს რომ აუცილებლად რაღაცა გინდა მაგრამ ეჭვიანები გახდნენ ისე არ გააკეთებდი რა მაგას ვთქვა რომ ელემენტარული ისეთი რაღაცა რაც ჩვეულებრივი ადამიანური იყო ამათთვის უკვე ძალიან უცხოა ხო ნუ რა ვქნა ახლა ესე მოვიდა ეს პერიოდი მოვიდა ასევე არსებობს თანამედროვე ტერმინები ესეთ სოციმედიაში გავრცელებული love bombing-ი და ghosting-ი ანუ რო ავხსნათ თავიდან პირველ პერიოდში რო იწყებენ სიყვარულის დაბომბვას ასე ვთქვათ ანუ გადაჭარბებულ ყურადღებას საჩუქრებს ყველაფერი იმას რაც გაგრძნობინებს თავს რომ შენი თახრთოვანებულია ადამიანი და შეიძლება არ ვიცი გავიდეს ერთი თვე პირობითად ინტენსიური კომუნიკაციის შემდეგ ერთ დღეს ადამიანი აგიორთქლდეს საერთოდ. გამარტივდა ურთიერთობები. ანუ ეზერებათ იცი რა ის რაც სილამაზე იყო ურთიერთობებში არა. გადადიხარ პირდაპირ ტექსტზე რა. პირდაპირ ტექსტზე ღებულობ თქვა პირდაპირ იმას. არას ხო? всё, აორთქლდი. გადაყვები ახლა თან მაგდენ დრო მაგ ნუ მიხდი დაახლოებით ეს მომენტი თუ მაგას გულისხმობთ ეგეთ შემთხვევები კი გამ ანუ ძალიან მალე წყდება ძალიან ხმევის ჩადება არ უნდა კი ნუ ახლა რამდენი ერთხელ რაღაცა ის ვქენი ისე გეყოფა რა ხო ასევე ამბობენ რომ სერიოზული ურთიერთობისთვის არ ვართ მზად აი ეს რას ნიშნავს თითქოს ადრე ეს ეტაპები რაც იყო, რომ აი ქალს და კაცს ერთმანეთი მოეწონებოდათ, იქ რაღაც პერიოდი იყო, რომ ერთად იuliდნენ, რაღაც ეტაპებს გაიuliდნენ და შემდგომ უკვე რაღაც პასუხისმგებლობების, ვალდებულებების ტრადიციულად ასე ხდებოდა, რომ იქ ოჯახის გაცნობა ხდებოდა, შემდგომ რაღაც ოჯახის შექმნა. დღეს თითქოს უნდათ რომ გადაახტნენ ამ ეტაპებს. ეს ტენდენცია, მოდი ასე ვთქვათ, გლობალური. გლობალური ტენდენცია იმიტომ არის, რომ მე სხვა ეჭვი მაქვს. ეჭვი მაგაზე მაქვს რომ ეს წახალისებული არის ეს მდგომარეობა სხვადასხვა ინსტიტუტების დისკრედიტაციისთვის. ისეთი ინსტიტუტების დისკრედიტაციისთვის, სადაც ადამიანებთან ყალიბდება გარკვეული ღირებულებითი კომპონენტი. ასეთი ინსტიტუტები არის ხოლმე რელიგია, ინსტიტუტი არის კულტურა. ჩვენ რა გვაქვს მულტიკულტურალიზმი. რელიგია არა. და კიდე ერთი ინსტიტუტი არის ოჯახი. სადაც ღირებულებები ყალიბდება. შესაბამისად, ასეთი ტიპის გამსუბუქება ურთიერთობების ოჯახური ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ რა თმინდა რა ის ოჯახი კაცო მოდი წადი მიხდი იმიტომ რომ ვიღაცებს სურვილი აქვს რომ მოშიშვლდეს ღირებულებათა ნაწილი და ღირებულების ფორმირება მოხდეს ერთი ცენტრიდან ანუ მეგობარი კი არ იყოს ჩემთვის ღირებული სისტემა უნდა იყოს ღირებული ოჯახი არ უნდა იყოს ღირებული რაღაც სისტემა უნდა იყოს ღირებული
მე ეს ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ ყველა მაგალითი რაც გითხარით, დისკრეტაცია ხდება ზუსტად იმ ინსტიტუტების სადაზღირებულებები ფორმირდებოდა. ზუსტად ხო? ამიტომ ესენი უბრალოდ მახიში არიან გაბმული. ეს ადამიანები ხო? ძალიან კარგად შეფუთული თავისუფლების კონტექსტში რეალურად რაც თქვენ თქვით, ის არის პასუხისმგებლობების, ასე ვთქვათ, გაქცევა პასუხისმგებლობების. გაქცევა და ერთ რაღაცაზე დაკიდება. ციფრულ რაღაცაზე, მოდი ასე ვთქვათ. და აი თქვენ დაკვირვებით რა არის ყველაზე საშიში რომანტიკული ილუზია ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული, რომელსაც სიყვარულს უწოდებთ და რეალურად სინამდვილეს შეიძლება ფსიქოტრაუმას მიუთითებდეს. გარომანტიზირებული როცა არის ისეთი რაღაცები, რაც რეალურად შეიძლება ტოქსიკური იყოს. აი მანამდე რაზეც ვსაუბრობდით, რომ ზრუნველობითი, მაგრამ რეალურად დამაზიანებელი. ურთიერთობის არსი უნდა გესმოდეს. ურთიერთობა არის იმისთვის, რომ იმ ადამიანთან, ვისაც ურთიერთობთ, იმისთვისაც სასიამოვნო უნდა იყოს და შენთვისაც სასიამოვნო. მეორე უნდა დავანებოთ თავის სურვილებიდან ამოსვლას. მე მინდა არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ მოხდეს ის, რაც მე მინდა. მე რაღაც უნდა გავიღო, რომ მე რაღაცა მივიღო. ხო და რის გენერაციას ვაკეთებ იმ ადამიანთან, ვისთან ურთიერთობაში შევდივარ, რა ემოციების გენერაციას ვაკეთებ. მაგაზე თუ დაფიქრდები, მიხვდები რას ჩადივარ. მაგალითად, იგივე ურთიერთობაში შენიშვნა რომ მოგცეთ, დადებითი ემოცია თუ უარყოფითი. უარყოფითი რა თუ თქმა. გეწუწუნებით, ესეც. უარყოფითი. თუ თქვენ კაი ხასიათზე მოხვდით და მეცუძე დაგხვდით, ეგეც რა თქმა უნდა ხო. თუ ვალდებულება უარყოფითია თუ დადებითი. გააჩნია ვისაც ეშინია პასუხისმგებლობის მისთვის ვალდებულება ყველასთვის არის უარყოფითი. ეს არ არის სურვილი, ეს არის ვალდებულება. ამიტომ მე თუ მუდმივად ვალდებულებას გახსენებ, ეწუწუნები, შენიშვნას ვაგაძლევ, მე ვახდენ გენერაციას უარყოფითი ემოციას, ხო? მაშინ რა მეკვირს რომ გაიქეცი ჩემგან. ამიტომ ძალიან მარტივი საზომე ურთიერთობაში, აი რომ მიხვდე რას აკეთებ, გაიფიქრე რას აკეთებ შენ პარტნიორთან, რომელი ემოციების გენერაციას აკეთებ. და ჩვენ ვიქცევით არასწორად, მინდა რომ მოგწონდე და ამ დროს შენიშვნა, სივრცის შეზღუდვა, მუდმივი, მიხვდი მე თვითონ ვარ გენერატორი მუდმივად უარყოფითი ინფორმაციების. ადამიანები ერთად არიან, იმიტომ რომ თავის დროზე რო გაიცნეს, მოეწონათ ერთმანეთს. ამიტომ ეს ადამიანი, რომელიც ამას განიცდის, იღლება უარყოფითი ემოციით და იმისთვის რომ გაამართლოს, რომ რატო არის, იხსენებს იმას, აი პირველ დღეს რომ მოეწონე. და ერთხელ წამოვა ყელში და გეტყვის, რომ რატო ეს დღე არ დაიწვა, შენ რო გაგიცანი და საერთოდ ვინ თქვა, რომ ეს ურთიერთობები კაი. ასე რომ ჩვენ მიყვავს ხოლმე ჩვენ მიყვავს პრობლემამდე და არა პრობლემა ჩდება და ჩვენ მივდივართ ამაზე. ჩვენ ვქმნით პრობლემებს. და ბოლოს თუ ერთი მთავარი გზავნილი უნდა დავუტოვოთ ადამიანს, რომელიც ახლა ამ ეპიზოდს უყურებს და შეიძლება ახლა ამოიცნო, ან აქამდეც ქონდა ამოცნობილი, რომ არის ტოქსიკურ ურთიერთობაში, რა იქნებოდა ეს თქვენგან? თუ ამოიცნო, ახლა თავის თავთან გაარკვევს. უნდა თუ არა ეგ ურთიერთობა, თუ უნდა, მაშინ ხმა არ გავიგოთ მე და შენ, იყოს იმ ტოქსიკურ ურთიერთობაში. მე არა ვარ მოძალადე, რომ გინდა თუ არა გაგისწორო რაღაცა, როცა შენ კარგად გწნობთ. ადამიანი დეპრესია მაგალითად ერთ-ერთი მომენტია, არ არის ცუდი ვარიანტი. ეს არის შენ თავში ჩაღრმავება, აი ცოტა ხანი შენ თავზე რო აიღო წიგნი რა. ხო და გინდა დეპრესიაში იყავი, ნუ მე რა. თუ არ გინდა გეტყვი რა უნდა გააკეთო, მაგრამ თუ გინდა, ჩვენ ვიცით ჩვენი გამოცდილებიდან ადამიანების გადმოქაჩვა, რომ აი ისე იყავი როგორც მე, ან ისე არ არის ეგ სწორი. ხო, ყველა ერთნაირად არ შენ თუ ხარ კომფორტში იყავი, ხო? და შეიძლება იყო კომფორტში, როცა ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ. და მაზოხიზმი არ არსებობს. არსებობს, ხო? რა არის მაზოხიზმი? მე მინდა ტკივილები და ტანჯვები. შენ კიდე მოდიხარ და მიცავ იმისგან, რაც მე მინდა და რა საიზღარი პიროვნება ხარ, წარმოგიდგენია? ხო, ამიტომ მის უნდა გძნობდეს ამ ურთიერთობაში თავს ისე მისი სურვილი უნდა იყოს. და გაცნობიერება ინიშნავს, რომ თუ ვერ გაერკვა, მე უკვე ვიცი რა ხდება ჩემ ცხოვრებაში, ეხლა დამჭი შესაძლებლად. მინდა ესეთი ცხოვრება თუ არ მინდა? თუ გავერკვიე და მინდა მე და თქვენ რა უნდა უყოთ ახლა? უნდა და იყოს. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. მინდა რომ მაყურებელსაც მადლობა გადაუხადო, რომ ჩვენთან ერთად გაატარა ეს დრო. დაგემშვიდობებით და გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და დარჩეთ ჩვენთან ერთად. ნახვამდის.